UFC-ს ყოველდღიური ახალი ამბები. დავიწყეთ. ამერიკელმა რეპერმა აზილია ბენქსმა განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორი ინტერნეტში ავიწროვებდა. 34 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა მაკგრეგორის მიერ გაგზავნილი ინტიმური ფოტოები და თქვა, რომ კონორი ემუქრებოდა ეს არავისთვის გაემხილა. ასევე დღეს 37 წელი შეუსრულდა ადამიანს, რომელმაც გასულ 10 წლებში MMA-ის პოპულარიზაციაში საკვანძო როლი ითამაშა. გილოცავ კონორ. მოვსარ ევლოევი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვეღარ იჩხუბებს აარონ პიკოსთან 26 ივლისს აბუ-დაბიში. შეიძლება ეს ბრძოლა 16 აგვისტოს ჩიკაგოში UFC 319-ზე გადაიტანონ. ეს იყო საპრეტენდენტო ბრძოლა, რომლის შემდეგაც ვოლკანოვსკისთან უნდა ებრძოლა ქამრისთვის. ევლოევი ქვემსუბუქ წონაში მეორე ადგილზეა, პიკო კი UFC-ში დებიუტს აპირებდა. პაოლო კოშტა ამბობს, თუ ღმერთი დამეხმარება გავიმარჯვო კოპილოვთან ბრძოლაში, გამოუწვევ იმ ნაბიჯვარ ჩიმაევს, ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ. ისლამმა უნდა წააგოს. ჩეილსონენი მახაჩევისა და თოფურიას ბრძოლის ორგანიზებაზე. ის იდეა, რომ ისლამი კვლავ დაუბრუნდება 70 კილოგრამი წონით კატეგორიას, ჩემთვის უკიდურესად არასავარაუდოა. არ მჯერა, რომ თუ ისლამი წარმატებას მიაღწევს ქვესაშუალო წონაში, ის ისევ ჩამოვა დაბლა. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ისლამს კარიერაში ოდესმე ჰქონია და ცხადად ყველაზე არასასიამოვნო გამოცდილება მისთვის, ეს იყო წონის დაკლება 70 კილოგრამამდე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისლამი წარმატებას მიაღწევს 77 კილოგრამ კატეგორიაში და ჩემპიონი გახდება, თქვენი ყველას ოცნება ისლამისა და ილიას ბრძოლის შესახებ უფრო შორეული გახდება. თუ თქვენ ოცნებობთ ილიასა და ისლამის ბრძოლაზე, მაშინ ისლამმა ქვესაშუალო წონაში უნდა წააგოს. მაქს ჰოლოვეი ლუიზიანაშია და ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ნიანგებს ეთამაშება. დღეისათვის ეს იყო, შენ კი გამოიწერე არხი, რათა არ გამოგრჩეს ხვალინდელი ახალი ამბები.